გამარჯობა მეგობრებო. ასეთი ამბავი გვაქვს, რომ წვრთნელს ვეძებთ. ბუდაპეშტის ტრიუმფის შემდეგ მადა გაგვეზარდა და გვინდა რომ უფრო დიდ წარმატებას მივაღწიოთ, რისთვისაც გვჭირდება მწვრთნელი. ბევრი არ გვიძებნია YouTube-ზე ეგრევე მივადექით ნოდარს. გამარჯობა ნოდარ. გამარჯობა, გამარჯობას გიოცავთ რა. ორი კრიტერიუმით ვეძებდით მწვრთნელს. პირველი რომ კარგი მოჭადრაკე ყოფილიყო და მეორე YouTube-თან დამეგობრებული რო ყოფილიყო. ესეთი ვიპოვეთ ნოდარი. ნოდარის არხი იქნება ამ ვიდეოს აღწერაში და გამოიწერეთ აუცილებლად. მოდი გულწრფელები ვიქნებით, ვიცი რომ შენთან მოსული ყველა მოსწავლე ამბობს რომ დღეში 27 საათი მუშაობს და ყველაფერს გადადებს და რასაც ეთქვი ყველაფერს დაგიჯერებს და რაღაცა. მიზანი გვაქვს ესეთი, მე მინდა გავხდე 2000 რეიტინგი და ცოტა მეტი. ჟურას ამბავი კი იცი, ახალგაზრდაა და უფრო მეტი შეუძლია და ვფიქრობ მინიმუმ FM-ი უნდა გახდეს ჩემი გადმოსახედიდან. მოდი გითხარი, შენი ხედვა რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დონე ავიმაღლოთ. არ ვიცი, ინდივიდუალურია რა ძალიან. ყველა ადამიანს თავისებურად დრო ჭირდება. ხა ზოგს რამდენი ჭირდება, ზოგს რამდენი ჭირდება. შესაძლოა გითხრა, რომ არც დაგჭირდეს ძალიან ბევრი მეცადინეობა, იქნებ ძალიან ნიჭიერი ვიხართ. ამ ადამიანს ვიცნობ თან, ვიცი როგორი ნიჭიერიც არის, მაგრამ კარგი იქნება ყველა ვარიანტი, რაც მეც იმეცადინებთ, არცად ცუდში არ წავა. კარგში გამოვა, რაც ყველაზე მეტად დაგჭირდებათ ორივეს. ეს არის სისტემატიური ყოველდღიური შეხება ჭადრაკთან, იმიტომ რომ ჩემი გადმოსახედიდან ყოველ შემთხვევაში აი ერთ დღეს არიან ხოლმე ეგეთი ტიპებიც, რომ ერთ დღეს იმეცადინებენ რა 8 საათს, 9 საათს და მეორე დღესაც დავუშვათ 9 საათს, მე მთელი კვირა არაფერს არ აკეთებენ რა. მე ტიპი მე ვარ. ანუ მაგას ჯობია ყოველ დღე 1 საათი. ყოველ დღე მოდი ცოტა მეტი ვთქვათ. საათ ნახევარ, საათი 45 წუთი, 15 წუთსაც მოვპარავ რა. რთულია რა, მონოტონურად რაღაცის კეთება. თან ყოველთვის ასიამოვნო არ არის, როცა არ თამაშობ და მეცადინეობ ხარ, არ არის ასიამოვნო რა. სკოლაში სიარულივით გამოგდის და რაღაცის კეთება ერთი. დალევა ჯობს, რა თქმა უნდა. დალევა ჯობს. პრინციპში აი წარმოიდგინე ერთი და იგივე რო დალიოს, თუ რაღაცა. ეგაც მოგწყინდება ალბათ, ძალიან ლუდი არ მეზდება ერთი. ყოველ დღე რო დალიო ერთ და იგივე ლუდი. ხო, სხვადასხვა. ხო, აი რაღაც ხანი პაჯობია, ერთი და იგივე მსახურებელი დავამატო, არ ვარ გამოდი. აუ რა, ზე გადახვედი. დედლიერები გადავედით და ორე გაშალეს ლუძე. ნოჟი ლუძე ხო არ გადავერთო. ადრე ბევრს მეცადინეობდი, როცა ბავშვობაში თამაშობდი. არასდროს მეცადინეობდი. ზოგადად ბეჯითი ადამიანი ხარ? არა ვარ ბეჯითი ადამიანი. ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცია. მაგრამ ჯარჯერში ხარ საქართველოში. ბეჯითი არა ვარ, მაგრამ შემიძლია თავი გავიმართლო იმით, რომ თუ გავეცი დაპირება, აუცილებლად ვასრულებ. ანუ ჩემი პრობლემა ის არის, რომ დაპირებას არ გავცემ. მაგრამ მე შემიძლია გავცე დაპირება, რომ ჩვენ თვალი დავადგით ბუქარესტის ტურნირს, რომელიც არის ივლისის ბოლოს არის. ივლისის ბოლოს. $2500 არის B დივიზიონში გამარჯვებულზე და ვფიქრობ, აი ზურა თუ კარგად იმეცადინებს, რამე საპრიზოს რო გამოკრას ხელი, ამის შანსი აქვს, ჩემი გადმოსახედიდან და მე უბრალოდ ეხა რავი, რაც მეთქულას ავიღებ, უკეთესი იქნება. ესე კონკურენტებიც გახდეთ, ხო უცებ. კი, შეიძლება დავანგრიო, შეიძლება შევხვდე და დავანგრიო. აი იცი მე რა მინდა, ეხა მიზანი რა მაქვს ამ ბუქარესტის ტურნირზე რა. ეხა აქ კი გავხდი ჩემპიონი, მაგრამ ვიღაცა ჩვენსავით წვალობს. აი, კათი არის ბარემ და ბუქარესტში არ არის ტურნირი, არც $2500 არ არის პრიზი. €2500 და ბრაშოვშია ეს. ხო. კი ბატონო. მერე რა. მაგიტო, არა, არაფერი არ არის ეს. ეს მუსიკა შემოვა, ხო? 300 კილომეტრში. რა ვიცი, რა უნდა უკრადა. არა ყოველდღე. პერიოდულად მუსიკის ხმა შემოვა, ვარჯიშობენ გვერდით კორპუსში და ჩვენი ბრალი არ არის. ეხა კლავიში აპირებენ. ეს ბუქარესტში გეგმა მაქვს რა. ეხა სერიოზულად რადგან საუბრობთ, გეტყვი მე რა მინდა რა. ჩემი მიზანი რა არის? ან სერიოზული მუსიკის პროგრამის მაგარი მუსიკა. აქ ეხა ბუქარესტში ჩავალთ, მაგრამ ტურნირი ბრაშოვში არის და €2500 ხო? ხო, მე არ მაინტერესებს ეხა ეგ საპრიზო და მაგის იმედი არა მაქვს. თამაშის ხარისხის გაუმჯობესება მინდა რა. ანუ აქ გავხდი ჩემპიონი, მაგრამ ყველა თამაშში ორი ბლანდერი მქონდა რა. თამაშის ხარისხით დავრჩი უკმაყოფილო. ჩემი თამაშის ხარისხით მიუხედავად იმისა, რომ შედეგი კაი იყო. და ეხა 2000 ქვემოთ ხალხში მაგდენ შეცდომას არავინ არ მაპატიებს. ეხა 1800 ქვემოთ ვიყავი და აქ ერთ-ორ შეცდომას პატიობდნენ რა, დონე ისეთი იყო და მაგრამ შენც მოზლიერებული იქნები უკვე. ხო და მე თუ შევატყე ჩემ თავს რომ თამაშის ხარისხი გავაუმჯობესე, თუნდაც 4 ქულა ავიღო 9-დან კმაყოფილი ვიქნები რა. ოღონდ
ღირსეულად წავაგო რა. ანუ ისე კი არა რომ დავაბლანდერე და წავაგე კი არა. ყომარში რომ წავაგო, ოკეი რა. ოღონდ დავინახო რომ უფრო უკეთესულებს ვაკეთებ რა. ჩემი მიზანი ეს არის ახლა ამ ორ თვეში რა. მე მგონია რომ ნახე ძალიან ინდივიდუალურად დაახლოებით ვიცი როგორი სტილის მოჭადრაკე ხარ რა. ანუ იმიტომ რომ ნახე ადრე თუ გახსოვს სულ პირველად რო ვისაუბრეთ მე და შე მაშინ მანახე რაღაცა პარტიები, სულ ტაქტიკები, რაღაცები მოგწონს ეს შემოქმედებითი სტილი და აგრესიული სტილი გაქვს, რაც დიდ ენერგიას მოითხოვს ისე. სავარაუდოდ ბევრი ენერგია გეხარჯება თამაშის დროს. და ამისთვის არის საჭირო სულ ტონუსში ყოფნა. მე მაგიტომ ყოველდღიურად 2 საათი განა რაღაცა ის არის ანაცეა. ხო, ანუ მან მუღამი არის რომ ტონუსში იყო რომ ინერციაში არ გადახვიდე. ეხლა ჩემი პრობლემა დღემდე ეგ არის რომ როცა ვთამაშობ ძალიან ხშირად მაქვს მომენტი რომ ხვდები რომ აი ვერ მივხვდი უცებ რა ვქენი მე თვითონ. ანუ არა თუ მოწინააღმდეგე მე თვითონ ვერ გავიგე ზუსტად რა მინდოდა რა ვქენი, იმიტომ რომ სულა გავაკეთე ინერციით. არ შევედი სიღრმეში, ვერ მივხვთან სწრაფად ბოლო დროს სწრაფ ჭადრაკს თამაშობ უფრო. და ადრე ეგეთი რაღაცები ნორმალურად გამოდიოდა როცა ტონუსში ვიყავი, უცებ აღარ გამოდის. იგივე პრობლემა გექნება რა, ანუ ამიტომ პირველ რიგში უნდა დაიბრუნო ტონუსი. ამოცანებს კეთება თუ გიყვარს. ჩესკომზე გამიკეთებია ფაზლები და სიამოვნებით. ვერთობი ხოლმე. ნორმალ არა მაქვს ისა რა ვიტანჯები ამოცანების კეთებაში არა. ანუ უნდა აი ეგ არის მთელი მიღო. ჩემ ძნელი ამბობდა ესეთ რაღაცას, რომ შენ თუ აკეთებ ამოცანას და ამ ამოცანით სიამოვნებას იღებ, გადადი სხვა ამოცანა გააკეთე, სხვა წიგნი მოძებნე, იმიტომ რომ ამოცანის პროცესი არის, ამოცანა არის სირბილი რა. აი წარმოიდგინე რომ ფეხბურთელი ხარ, რომ დარბის და სიამოვნებს, ეგეთი იქნება ვინმე კანტეს სიამოვნებდა და დავიჯერებს სირბილი. ყვილად სირბილი არა ხო? აი ყვილად და დილით ვარჯიშობს და ბურთთან ერთად ყველას უყვარს სირბილი, მაგრამ ესე უბურთოთ არავის. აი დაახლოებით ესე შეხედე, ფეხბურთი გიყვარს. აგია ესე უნდა შეხედო რომ ფეხბურთიდან ვავიღოთ ამოცანის კეთება ჭადრაკში არის ფეხბურთის სირბილი. ამას თუ აღმოფხვრი, დარწმუნებული ვარო 1-2 შენი თამაშის სტილი გაუმჯობესდება. სტილი რა არა, დონე. ეგ პირველი და მეორე რაზეც დებიუტზე რაც ვილაპარაკეთ ასევე. მაშინ ადრე ვილაპარაკეთ მახსოვს და მანდაც იგივეა, რაღაცეები იცი, ოღონდ ზედმეტად ზედაპირული წარმოდგენით. დებიუტის დაზეპირება არის ცალკე პროფესია რა, ცალკე სფერო არის. რომ სვასვაზე დასვა დაუშვათ. ეხლა შენ დონეზე არ მგონია რომ ეგეთ დონეზე დაგჭირდეს რომ გინდა თუ არა სულებში შეყვედა კონკრეტულად სვასვაზე დასვა. უბრალოდ წარმოდგენა უნდა გქონდეს რომ რაღაც პოზიციიდან რომ გახვედი, სად გახვედი და რა უნდა ქნა. თამაშობ რაღაც კონკრეტულ პოზიციას, ერთხელ ორჯერ აგებ 10 ჯერ, მე-11 ჯერ იგებ რა ხდება, ანუ მიხვდი რა ხდება და მე იგებ იწყებ მოგებებსაც რა. გაიაზრებ რაღაცა პოზიციიდან რომ გახვედი, აი ზღარბის პოზიცია რომელზეც ვილაპარაკეთ რა. არის ურთულეს აუხსნათ ხალხს. სულ ყველაზე მარტივი გეგმა რომ აგიხსნა. ჩესკომ მეუნება რომ აი ეს გაცვალე. არა, არ გაცვალე. ანუ ზღარბის იდეის მუღამი რა არის, რომ აი აყენებ, ნახე, აი ესე ფიგურებს. ეს პაიკები აკონტროლებენ მთელ ცენტრალურ უჯრებს. თეთრებისთვის სირთულე ის არის რომ ვერ გადმოდის თითქოს შემხარეს, შენი სირთულე ის არის რომ დიდად ვერ გადადიხარ, რომ საერთოდ გახარ. მაგრამ აქ არის რამდენიმე იდეა, რომელსაც თუ ესე ვთქვა წყალებში ოდნა ვიცი, რამდენიმე სისწავლე ამ იდეებს, უკვე 10 ჯერ უფრო მარტივდება თამაში. სხვათა შორის თეთრები ძალიან რთულია ამ ყველაფრის გარღვევა. ანუ კარსენის პარტიები რაღაც ძლივს რაღაცებს ცდილობდა ყოველ ახალ სეზონში ჭადრაკში ესეა რაღაც ვარიანტი მოდაში შემოდის, გადადის. ბავშვად ეს პოზიციები რომ მოდაში იყო ძალიან უჭირდათ გარღვევა და რაღაცა კალსერმე 4-5 იდეები რაღაცები. მოკეთ ესეთი მდგომარეობა წარმოიდგინე და D5-ის გატარება არის ერთადერთი შანსი რა, რომ აქ პოზიცია უკვე კარგი გახდეს შენ შემთხვევაში. და არის ბევრი იდეა, მაგალითად ლაზიერი ბერვა ყო ჩამოყავს და მე ატარებ D5-ს რომ დავუშვით იქ პაიკი დაეკიდოს H2-ზე. მეორე შემთხვევაში როცა არ არის თუ არ ვწდები H3-ს როგორც კი გამოგიწევენ, აქ უკვე F3-ით დევს და შავი უჯრები ძალიან სულ ხდება და უკვე შავ უჯრებზე გადადიხარ. ესეთ რაღაცები რო გეცოდინებ, უკვე სულ სხვანაირად შეხედავ თვითონ პოზიციას. მე მიყვარს ხოლმე ამის თამაში, არ ვიცი რატო ვაკეთებ ამას, მაგრამ იმიტომ რომ როცა F3-ით დევს პაიკი, ხო? ანუ როცა მაგალითად F4-ს მოდის მაშინ კი, მაშინ მშვენიერი იქნება რა. არა მარტო პრაქტიკა, პარტიებიც უნდა გაარჩიო, გაითამაშო. ბევრი რამ არის. ყველაზე მეტად მე რაც მიყვარს, მე რაც მომახსოვრებინოს ამ ვარიანტებს, არის რომ მე თვითონ როცა ვაანალიზებ. სხვათა შორის ყველაზე კარგი შედეგი რაც მქონდა ბავშვებთან მუშაობის დროს, აი მაგალითად 9 წლის ბავშვისთვის მithქვამს, რომ აი ხან პოზიციაში წადი, კომპიუტერი ჩართე და რაიმე იდეა მომიტანე. და ძალიან ბევრი ბავშვი წასულა, ისეთი იდეა მოუტანია, რომ მე ამ იდეით მე მომიგია დიდოსტატისთვის რა. კლასიკური პარტია 9 წლის ბავშვის იდეით მაქვს ერთხელ მოგებული. რაღაცა ესეთ ხელის გადაყვანა მოიტანა, ანუ უბრალოდ ბავშვმა ნახა, რომ კომპიუტერი ესეც თავაზობდა და ამიხსნა, რომ ეს ამიტომ გადავიდა, რომ აი ამ პაიკებს იცავს და უკვე F4-ის და შეტევის შანსი გაქვს. დაახლოებით გავს პოზიციას სხვათა შორის რა. ხო და იმის ქვემდე ესეთ რაღაცას დაგეხმარება, რომ ხშირად შეიძლება რომ გითხრა, რომ მოდი აი ეს პოზიციას მოგცემ და შენ თვითონ მოიტანე იდეა. მე კი არა გითხრა. ამოცანები და დებიუტებზე მუშაობა. პირველი ეტაპი. ეს უკვე პირველი ეტაპი, ხო? ეს ეტაპი ხა ზურასთვისაც ეს არის საწყისი, რაც ვილაპარაკეთ. არ ვიცი სხვათა შორის რა.
შეიძლება არა, მაგრამ თვითონ რასაც როგორც ამბობს, ან დებიუტებში ესეც სუსტია, იმიტომ რომ ზარმაცია. კი, მე ვიცნობ ბავშვობიდან ვიცნობ და ვიცი ახლობებით როგორია. მეც არ ვიყავ ბავშვობაში ხოთაშორის, ძალიან კარგი თეორეტიკოსი, არც ახლა არ ვგზნობ თავს თეორეტიკოსად, უბრალოდ ერთი კარგი ის გამოვიმუშავე რა. მე ხო ვიცი ზუსტად რა, ამ დებიუტის არ წოდნამ, რა ტანჯვა გამატარა რა, სამომავლოდ გავიზარდე და რა პრობლემებში აღმოჩნდი, როცა აი უბრალოდ არ ვიცი. და ამიტომ ჩემმა ყველა მოსწავლე, ანუ ზედმიწევნით კარგად იცოდა, ყოველ შემთხვევაში მე ესე ვფიქრობ, რომ ყველამ ზეპირად იცოდა, ყველამ ძალიან დიდ ენერგიას ვახარჯინებდი. ზურა, რა სიტყვი? შენ რა სიტყვი? მე ვიცი რაც მჭირდება და შენ რა გჭირდება უთხარი ადამიანს. ხო, რა ვიცი, ბათუმიდან არის ჩამოსული. მე ზუსტად ვიცი რაც ჭირდება და შენც მე მგონი ჭირდება. იგივე მჭირდება მეც და რეალურად ბოლო თვეები გაცილებით კარგად ცოტა თამაშობდი რა ჩემი მთელი კარიერა, რაც დავაკვირდი არის რომ შეტევი თითქმის ერთდაიგივენაირად ვუტევ. მაგრამ დაცვაში აი რაღაც პოზიციები ისე დავიცავდი, ისეთ პარტიები მოვიგე რომ ზუსტად ვიცი რომ 5-6 თვის წინ ამას ვერ დავიცავდი 10-დან 9 შემთხვევაში. და დღეს უკვე 5-დან 4 შემთხვევაში შემიძლია რომ დავიცვე ეს პარტიები რა. ძალიან კარგი. ხო და არ დავიცოთ კაცო, პირიქით შევიწევ. არა, ეგ ძალიან კაია, მაგრამ დაცვას ეს არის და დებიუტები ხო ეგ არის რა. კარგი. ესე იგი, დავიწყოთ მაშინ, დაველოდები შენგან პირველ ინსტრუქციას. მაყუთები რო არ გვაქვს ჯერ იცი, ხო? კი. მაგრამ მუშაობთ სპონსორებთან ვაპირებთ მისვლას მოსვლას. ერთი სპონსორი გვყავს, კროკო, რომელიც გვეხმარება ტურნირებზე წასვლაში. გვინდა კიდე ერთი სპონსორი, რომელიც დაგვეხმარება მწვრთნელის ჰონორარის გადახდაში. შენც რო წამოხვიდე ტურნირზე ჩვენთან ერთად, როცა შეიძლება თქმა უნდა, შენც ითამაშო. რავი, რაღაცები მინდა კიდე განვავითარო, რაღაც უჯარიმო კაპს მინდა ჩავატარო გამომწერებს შორის და ყველაფერს ჭირდება რაღაცა ფინანსები და თავარი მიზანი არის, რომ შენ რასაც აკეთებ კაი საქმეს YouTube-ზე, რომ ჭადრაკი უფრო პოპულარული გახდეს საქართველოში, იმიტომ რომ ყველაზე წარმატებული სპორტი საქართველოს ისტორიაში არის ჭადრაკი. ნახევარი საუკუნე დომინირებდა საქართველოს ქალთა ჭადრაკში და ამხელა დომინაცია არათუ საქართველოს ალბათ არც ერთ ქვეყანას არც ერთ სპორტში არ ქონია ნახევარ საუკუნოვანი დომინაცია. მაგას მე უჯარიმოთში ვაპირებ პატარა ჩანაწერის ჩანახატის გაკეთებას საბჭოთა კავშირის შემადგენლობა როგორი იყო 50 წლის განმავლობაში. საქართველოს რო არის. საქართველოს ნაკრები იყო საბჭოთა კავშირის ნაკრები. არა, უფრო მეცად გეტყვი. ვაკის რომელიღაცა სახლის ნაკრები იყო. არა, ერთი სადაქალო იყო. ხო, არა, უბანი იყო, აი ძალიან რაღაცა კვადრატულ კილომეტრებში ეტეოდნენ რა, ძალიან მარტივად. ხო და მოკლედ ჭადრაკს დიდი ტრადიციები აქვს და კარგი სპორტია და მე მგონი ბევრმა არ იცის რომ სპორტია. სანამ ტურნირს არ ითამაშებს ადამიანი, მანამდე ვერ ხვდება როგორი ფიზმომზადება, ფსიქოლოგიური, ფიზიკური, კვებითი, აი ყველაფერი რო გჭირდება. იმიტომ ყველას გონი არის ჭადრაკი დაჯექი ითამაშე და ამ დროს ეგრე არ არის რა. ხო და ჭადრაკის მაშინ მინდა დაგეხმარო. შენ რა კაი საქმეს რო ვაკეთებ ჭადრაკის პოპულარიზაციაში. მეც მინდა რომ გვერდით დაგიდგე, იმიტომ რომ მე ვერ გავაკეთებ მაგ საქმეს ისე როგორც შენ აკეთებ. ამიტომ გამოვიყენე სიტყვა დახმარება. პირველ რიგში მოდი ხალხო არხი გამოვიწეროთ, ნოდარის არხი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია გამომწერები, რომ სპონსორები შემოვიდნენ ამ სფეროში, სადაც მე სპონსორია, სადაც ის არის ფულია, მე მშობლებს შეყავთ ბავშვები ჭადრაკში. რო დავარეკლამო ბარე მეგაცხა შეიძლება. აბა ქალაქ ბათუმში ვინც ხარ თავისად ჭადრაკზე გინდათ შვილისან თქვენი შესვლა, ასე ვთქვათ, შეყვანა ზუბალაშვილის 20 ნომერში შეგიძლიათ მიხვიდეთ შემოსასვლელი ეზოდან და მომაგნებთ მოკლედ ჭადრაკის სკოლა. თქვენ შეგიძლიათ რომ ბათუმში რომ ჩამოხვდეთ პირველ რიგში ჩემს სკოლაში. ჩვენი გამომწერების თასის ბათუმი ედიშენი მან გავაკეთოთ. ოკეი. შევთანხმდით. კი ბატონო. კაი, ველოდები მაშინ შენგან პირველ დავალებებს და ჩვენი გაკვეთილები ნოდარის არხზე დაიდება. ჩვენს არხზეც დაიდება რაღაცები, ოღონ სხვა მიმართულებით. გაკვეთილების ნაწილი ნოდარის არხზე დაიდება და ნახვა თუ გინდათ, როგორ გვამეცადინებს მე და სურას. ნოდარი, გამოიწერეთ აუცილებლად არხი. გამარჯობა ხალხო, მოგესალმებით პირველ რიგში გამომწერებს და მე მოგესალმებით თქვენ. ჯავახ, ზურა, გამარჯობა, როგორ ახართ? დღეს გვექნება საჭადრაკო პირველი გაკვეთილი. გამარჯობა. პირველი ასეც ყველაზე მეტად ვიქნები ესე ვთქვა, ჩაციკლული ეს არის ამოცანები. ნახე, ჯავახ, ლაზერ D4 რო დაინახე, ჯიგარი ხარ, ყოჩახ, რა თქმა უნდა, ძალიან დერსკობა, კარგია, თან ეგრევე მიხვდი და ძალიან მაყოფილი ვარ. მე არ მეგონა რომ ეგრე სწრაფად დაინახავდი ხოლმე. ოკეი, ძალიან კაი. ამ პოზიციაში რაღაც დოზით კანდიდატები უნდა შექმნან თეთრები. რაც შეეხება დღევანდელ თემას, მოდი დღეს ვილაპარაკოთ პოზიციის შეფასებაზე. მე უნდა გადავიდეთ მეფეების შეფასებაზე. კონკრეტულად ეხლა რომელი მეფე უფრო მოგწონთ და თუ მაგალითად თეთრების მეფე ოდნა უფრო მოგწონთ, შეგვიძლია დავწეროთ
ფაქტობრივად 0 აი პლუს 0.10. ანუ სულ ყველას რაღაცა უნდა რა. ერთად. ეს არის ფიგურების ურთიერთქმედება. როგორც ვიცი, ძალიან ბევრს მეცადინეობ, დააკეთებთ ამოცანებს მუდმივად. კი ბატონო, შეტევა ვიღოთ. ძალიან ისიამოვნებო. ეგ არის წავედი მომავალ შეხვედრამდე. ახალ, კარგად, მადლობა. დავალებები გააკეთეთ. დავალებები. ბევრი არხი გამოიწერეთ. არხი გამოიწერეთ, ხო და იკეთებს. რაც თავარია. დავალებები გააკეთეთ, დავალებები კიდე. არხი გამოიწერეთ, ჩემებო. აბა კარგად, მადლობა. ნახოთ, აბა ბუდაპეშტი რაღა იყო და ბრაშოვში რა ბრაშოვ ხო ჯერ გადაწყვეტილი არ არის ფრენები არ გვინახავს რა ღირს როგორ ღირს თუ იაფი იქნება დავრეგისტრირდებით ალბათ ბრაშოვში და ხელმომჭირნე სპორტსმენები ხართ. კარგად ხალხო, აბა დროებით გაგაგებინებთ ყველაფერს.